გადავდივართ უკვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამყაროში და დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ იცვლება თანამედროვე ბიზნესი ციფრული გადაწყვეტილებების გავლენით და რატომ იქცა ტრანსფორმაცია არა მხოლოდ მიზნად, არამედ უკვე აუცილებლობადაც. ვიდეო დიჯიტალის ტრანსფორმაციულ ცვლილებაზე ახლა შეგვიძლია ვნახოთ მოკლე ვიდეო და შემდეგ უკვე სტუმრებთან ერთად დაგებრუნდებით და გავაგრძელებთ თემაზე საუბარს. ყველა ცვლილება ციფრულ რეალობაში იკვეთება. ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ხედვა, სადაც ტემპი შეუჩერებელია, გადაწყვეტილებები კი სწრაფია. ტექნოლოგიური ორკესტრი, რომელიც აერთიანებს ყველა ბიზნეს პროცესს. ციფრული თანამშრომელი, რომელიც უშეცდომოდ მუშაობს მანამ სანამ თქვენ ღირებულებას ქმნით. ციფრული ჯავშანი თქვენი ბიზნესის უსაფრთხოებისთვის. საწყობი, სადაც ყველაფერი თავის ადგილს პოულობს, ხოლო ტრანსპორტირება არასდროს აგვიანებს. ტრანსფორმაცია მოქმედებაშია. ტექნოლოგიურ ხიდს მომავალთან ვქმნით ჩვენ. BDO Digital-ი თქვენი ბიზნესისთვის. BMG სტუდიაში იმყოფებიან სწორედ BDO საქართველოს წარმომადგენლები კომპანიის, რომელიც ციფრული სერვისების ინტეგრაციისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე მუდმივად მუშაობს, ისე როგორც განვითარების თითქმის ყველა მიმართულებით, ამიტომაც აქვს გამორჩეულად მზარდი შედეგები წლიდან წლამდე. BDO Digital, რომელიც BDO-ს გლობალური ქსელის ნაწილია და ის არსებობის ისტორიაში პირველად ქმნის ბრენდ კამპანიას. სახელწოდებით ტრანსფორმაცია მოქმედებაშია. და ჩვენც თქვენთან ერთად მეტს გავიგებთ, გარდა ამ ვიდეო გზავნილებისა, თუ რა გამოცდილება და ხედვა უდგას ამ გზავნილს, როგორ პასუხობს ის თანამედროვე ტენდენციებს და რას თავაზობენ ბიზნესებს ციფრულ სტრატეგიასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ სამყაროში. სტუდიაში კი უკვე შემოგვიერთდნენ BDO საქართველოს პარტნიორი და BDO Digital-ის ხელმძღვანელი ზვიად ორაგველიძე და ასევე ჩვენთან ერთად არის BDO საქართველოს ბრენდისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანანო ციცვიცა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ზვიად, სასიამოვნოა თქვენი ნახვა, ანო. როგორც იქნა? ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და საინტერესო პარტნიორობისთვის. გვიამაყება BMG-სთან ნებისმიერი კოლაბორაცია. ჩვენ კიდე ისეთი კომპანიების არსებობა ჩვენს გვერდში, თქვენი ნაჩუქარი ჯერ კიდევ თავის დროზე, რომელიც გადმოგვეცა თქვენი სახელით BMG-ს, სულ თან დაყვება ყველა ოფისში. აქ კიდევ კარგახნითა ვარ ჩემოსულები და გამაგრებულები აქ მხოლოდ გავფართოვდება. კამპანიის თაობაზე მინდა რომ თვითონ დავიწყოთ, ანუ ერთია გზავნილები, რომელსაც სხვადასხვა საინფორმაციო არხებით გაავრცელებთ მთელი ამ ხნის განმავლობაში და მეორე არის თვითონ დანიშნულება, მოდი ესე ვიტყვი, რას გულისხმობს ეს გზავნილები ამ ბრენდ კამპანიიდან გამომდინარე, ანუ თქვენ დავიწყოთ თუ შეიძლება და რა გზავნილები აქვს ამ ბრენდ კამპანიას. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ განსაზღვროთ, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში, რომ ბრენდებმა ილაპარაკონ და ისაუბრონ იმ ღირებულებებზე, რომელიც მათ გააჩნიათ, რომელიც მათთვის არის ავთენტური. ანუ, როდესაც ვაკეთებთ კომუნიკაციას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ რაზე დგას ჩვენი ბრენდის შინაარსი, იდენტობა. ეს დგას კულტურაზე, გამოცდილებაზე, ისტორიაზე, რომელსაც ქმნის ბრენდი, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გავყვეთ ამ ხაზს და არ ავყვეთ ტენდენციებს, მოდას, ტენდენციებს და მოდას, რა თქმა უნდა. შესაბამისად, BDO Digital-ში სრულიად ვიაზრებთ ამას და ვცდილობთ ვისაუბროთ იმ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და იმ ღირებულებით თანაკვეთაზე, რომელიც ჩვენს კლიენტებთან გვაქვს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გვაქცევს არა მხოლოდ ციფრული სერვისების ინტეგრატორად ბაზარზე, არამედ რეალურ პარტნიორად აი ამ გაციფრულების ძალიან კომპლექსურ პროცესში. ტრანსფორმაცია მოქმედებაშია, საიდან? ტრანსფორმაცია მოქმედებაშია. ჩვენ ამ კამპანიის ფარგლებში განსაზღვრეთ, რომ ტრანსფორმაცია არ არის ერთჯერადი აქტი. ეს არის პროცესი, რომელიც იწყება მოქმედებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ბიზნესმა უნდა აღმოაჩინოს, რომ საჭიროებს ის ცვლილებებს, შემდეგ გრძელდება ისევ მოქმედებით, როდესაც აი ამ გადაწყვეტილებას ააქტიურებს და გრძელდება მუდმივი მონიტორინგით იმისთვის, რომ ეს ცვლილება იყოს ეფექტური და სწორად ინტეგრირებული მის ბიზნეს პროცესებში. ეს არის ის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც კამპანიის ფარგლებში გვაქვს და ასევე ჩვენი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მარტივი და გასაგები ენით მიგვეწოდებინა ეს აუდიტორიისთვის. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც ვაწყნებით ბიზნესთან ურთიერთობაში, არის ის, რომ შეიძლება ბიზნესმა თავად არ იცოდეს, რა ტიპის ცვლილებას საჭიროებს. ასე რომ ჩვენ ვართ ის, ასე ვთქვათ,
ის ხიდი, რომელიც მათ აკავშირებს ამ ცვლილებებთან ერთის მხრივ და რომელმაც უნდა აღმოაჩინოს და გამოარკვიოს ბიზნესი თუ რა ტიპის ინტეგრაციას საჭიროებს ის ბიზნეს პროცესების გასამართად. ზუსტად ცოტა რო ჩავშალოთ, ნახეთ რა აბსოლუტურად ვეთანხმები. ანუ ხშირ შემთხვევაში ბიზნესმა არც კი იცის რა საჭიროებები უდგას, მაგრამ ვიდეო დიჯიტალი კონკრეტულად როგორ დაეხმარება ამ ყველაფერში ბიზნესებს და რატომ არის ეს ტრანსფორმაცია, ციფრული ტრანსფორმაცია ცხადია მნიშვნელოვანი ბიზნესებისთვის. კი, ამ კითხვაზე პრინციპში მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრული ტრანსფორმაცია დღეს უკვე არის აუცილებელი ბიზნესისთვის, იმისთვის, რომ აი კონკურენტულ გარემოში გადარჩნენ. იმ კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ ცენტრალიზებული მართვის სისტემები მოწესრიგებული, აქვთ ბევრი მანუალური პროცესები და ასე შემდეგ, ძალიან უჭირთ გაუმკლავდნენ კონკურენციას, თან მით უმეტეს რომ ბიზნეს გარემო მუდმივად ცვალებადია, იცვლება ტექნოლოგიები, იცვლება მომხმარებლების მოლოდინები, შესაბამისად ტემპი, რეგულაციებიც იცვლება და ციფრული ტრანსფორმაცია რეალურად არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ამ ცვლილებებს აყვე და გაუმკლავდე. რეალურად ეს ციფრული ტრანსფორმაცია არის ცვლილება თვითონ ორგანიზაციის შიგნით, რომლის შედეგადაც კომპანიებისთვის უკვე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვადასხვა პროცესების ავტომატიზაცია არის მუდმივი განგრძობადი პროცესი. აი ეს განგრძობითობა, რაც ანანომაც ახსენა, განასხვავებს მას ზუსტად თქვათ ტრადიციული ერთჯერადი IT პროექტების დანერგვისგან. ჩვენი კომპანიაზეც ვიტყვი პრინციპში ერთ-ორ სიტყვას 20 წელია უკვე ამ პროცესში ვართ ჩართული, ხა ვიდეოს კიდევ უფრო დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ამ მიმართულებით 20 წელი დაგვიბრუნდა უკვე, რაც ძალიან დიდი დრო არის და ამ წლებში, რა თქმა უნდა, ჩვენც არაერთი ტრანსფორმაცია განვიცადეთ და მუდმივად განვიცდით. იმიტომ რომ ჩვენი კლიენტების მოთხოვნები იცვლება, იზრდება, ასევე ახალი ტექნოლოგიები ჩნდება და ეს ჩვენთვის ახალი შესაძლებლობებია. და ჩვენი მუშაობის პრინციპი ასეთია, რომ პირველ რიგში ჩვენ კომპანიას ვეხმარებით და ვიკვლევთ მის საჭიროებებს და ვეხმარებით, რომ სწორად დაგეგმონ და წარმართონ ეს ტრანსფორმაციის პროცესი. და ასევე გვაქვს სხვადასხვა სერვისები და მიმართულებები, ისეთი როგორიც არის მაგალითად ცენტრალიზებული მართვის სისტემების, ეგრეთ წოდებული ERP სისტემების დანერგვა, სხვადასხვა პროცესების სწრაფი ავტომატიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ლოჯისტიკური და მიწოდების ჯაჭვის პროცესების ავტომატიზაციის ინსტრუმენტები, კიბერუსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის და ამასთან დაკავშირებული სერვისები და ასე შემდეგ. ხო, ერთია რომ ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია დღეს სწორად უპასუხონ იმ ტემპს და ციფრულ სამყაროს რა სიახლეებიც მოდის მუდმივად და ვითარდება, თუმცა მეორე არის რომ ციფრული ტრანსფორმაციის დროს მნიშვნელოვანია შესაბამისი პირობების შექმნაც ბიზნესში, შესაბამისი ცვლილებების გატარებაც. ამ შემთხვევაში თუ შედის დახმარების ნაწილში და შეეშველება ვიდეო დიჯიტალი ცვლილებებში ბიზნესებს. კი, რა თქმა უნდა, პრინციპში ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა. იმიტომ რომ ამ პროცესში კომპანიები გადიან ძალიან დიდ ცვლილებებს, ცვლილებები შეეხება ძალიან ბევრ გოლს და ბევრ ბიზნეს პროცესებს და საკმაოდ რთული პროცესია. თუმცა რა თქმა უნდა, მას ბევრი სარგებელიც ახლავს თან. და მსოფლიო პრაქტიკით და საქართველოშიც ვფიქრობ ასეა, რომ დაახლოებით 1-2 წელი არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ჩადებული ინვესტიციის ამოღება, ანუ payback პერიოდი 2 წელი? ხო, 2 წლამდე. და ზოგჯერ უფრო ნაკლებიც, რაც საკმაოდ მიმზიდველი რიცხვია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ ასეთ პროექტებს ახასიათებს საკმაოდ მაღალი წარუმატებლობის რისკი და ამას სჭირდება მართვა. რისკს საყოველთაოდ ცნობილია ასევე კომპანიებმა იმისთვის, რომ ეს რისკი შეამცირონ ერთის მხრივ უნდა შეარჩიონ სწორი და სანდო პარტნიორი, რა თქმა უნდა, პარტნიორები და ასევე კომპანიის შიგნით უნდა მოხდეს ამ ცვლილებების სწორად მართვა, ეგრეთ წოდებული change management-ს, რასაც ვეძახით. ჩვენ ყოველთვის როცა ვიწყებთ კომპანიასთან თანამშრომლობას, წინასწარ ძალიან დეტალურად მათ ხელმძღვანელობასთან ერთად განვიხილავთ ყველა იმ შესაძლო რისკებს, გამოწვევებს, პრობლემებს, რაც შეიძლება თან ახლდეს ამ პროცესს, ამა თუ იმ სისტემის დანერგვას და ამა თუ იმ ცვლილებების განხორციელებას კომპანიაში. და ასევე უზიარებთ მათ, ასე ვთქვათ, საუკეთესო გამოცდილებას, best practices მათი გადაჭრის. ზვია, ძალიან, ეგ კითხვა მქონდა შემდეგი. რახან ახსენეთ? წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციის მაგალითი ქართულ რეალობაში. კი, რა თქმა უნდა. გვაქვს ჩვენ და ამ კუთხით რა არის
ვიდეო დიჯიტალის გამოცდილება 20 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე და შეგვიძლია თუ არა რაღაცა ეგრეთ წოდებული кейსი მოვიყვანოთ მაგალითად ამ კუთხით. кейსი ანუ მაგალითი მეგობრებო. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ზოგადად საქართველოში ფიქრობ, რომ ციფრული ტრანსფორმაცია თან ისეთი კარგად მიმდინარე პროცესია, შეიძლება ვთქვათ ამ კუთხით ბანკები იყვნენ ლიდერები, თუმცა სხვა სფეროს წარმომადგენლებიც არ ჩამორჩებიან. ჩვენ მაგალითად ამ 20 წლის მანძილზე დაგვიგროვდა კლიენტები, რომლებიც წლებია უკვე ჩვენთან ერთად ახორციელებენ აი ამ პროცესს და მუდმივია ეს უწყვეტად როგორც ჩვენ სანამ შემოვიდეთ სტუდიაში, მაშინ საუბრობდით მე რაზედი რომ ზოგჯერ ვიდეო დიჯიტალი ასრულებს ფსიქოლოგიის როლსაც კი, როდესაც მიდის კომპანიაში იმისთვის, რომ თავიდან ბოლომდე შეისწავლოს კორპორატიული კულტურა. იმიტომ რომ თუ არ ადაპტირდა გუნდი, ჩვენი გუნდი მათ გუნდთან შეუძლებელია მსგავსი ტიპის კომპლექსური პროექტების განხორციელება. ამიტომ ვამბობთ, რომ ვართ პარტნიორები, იმიტომ რომ ჩვენ ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და აი ამ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტებს ვთავაზობთ. შესაბამისად, ამის უამრავი მაგალითი არსებობს და სხვა кейსი დაგვიყვება. ბოლო 1 წლის განმავლობაში მაგალითად ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ისეთ კომპანიებთან, აი მაგალითად საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საცალო ქსელების, საცალო ვაჭრობის კომპანიასთან მაგნიტთან ასევე სულ ახლახანს დავიწყეთ სამშენებლო ბაზრის ლიდერ ანაგთან ეს პროცესი. ჯერ ეს ახალი დაწყებულია, თუმცა პირველი შედეგები უკვე მიღებულია. ასევე საკაბელთან გვაქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება, რომელსაც უფრო მეტი დეტალით გავშლით ამ კამპანიის ფარგლებში, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ამ ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, რომელიც საკაბელმა როგორც კომპანიამ გაიარა ვიდეო დიჯიტალმა შეძლო და 3 თვეში დანერგა ERP სისტემა. მოცემულობა იყო შემდეგი, რომ კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტი სხვადასხვა სააღრიცხვო სისტემას იყენებდა. შესაბამისად ინფორმაცია იყო ფრაგმენტირებული და მონაცემებზე დაახლოებით გადაწყვეტილებების მიღება სჭირდა. ჩვენ შევძელით და ერთ ასე ვთქვათ ეკოსისტემაში მოვაქციეთ. თუმცა აი ამ შედეგში 3 თვეში მოახდინეთ დანერგვა დიდი დამსახურება თვითონ საკაბელის გუნდის, იმიტომ რომ მათზე ძალიან ბევრია დაკიდებული და მათი მიდგომები და მომზადების დონე იყო ძალიან მაღალი, რაც ძალიან დაგვაქვს. ვარ დაგიმალო ეგ პროცესი ორხვევი თუ არ არის და ერთმანეთისგან მიმავალი ეჭვმეპარება რომ ამდის შედეგი დაიდოს. უბრალოდ ის რისკები მატულობს ასქვენ ბრძანეთ, რომელიც სამართავია. მაგრამ სამართავია ცალსახად ვიდეო დიჯიტალის და იმავდროულად გუნდის მიერაც, ხო? ზუსტად ხო სწორად გაგიგეთ. კი, აუცილებლად ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ რეკომენდაციას კომპანიას, რომ თვითონ ამ პროცესის დასაწყისშივე შექმნან შიგნით გუნდი, ანუ ამ ციფრული ტრანსფორმაციის გუნდი, რომელიც იქნება ამ პროცესის ლიდერი და მხარდაჭერი თვითონ კომპანიის შიგნით. ასევე მაგალითად ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომ თანამშრომლებთან, სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებთან მოახდინონ სწორი და დროული კომუნიკაცია, იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია თუ რატო და რისთვის კეთდება ესა თუ ისცვლილება და ისინი იყვნენ ამ პროცესის მხარდამჭერები და არა პირიქით ხელის შემშლელი. იცი რას მოპატი ამბობდი რაღაც. აი, უბრალოდ მინდოდა დამემატებინა, რომ ზოგადად გარდა იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიისთვის არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია დღეს, ეს მიემართება გრძელვადიან გეგმებსაც, მდგრად განვითარებას, სამომავლო ზრდას და ზოგადად მედეგობას ცვლილებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით ზოგადად ბიზნეს საქმიანობაშიც და პერსონალურ დონეზეც ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯი არის ის, რომ დააიდენტიფიცირო როდის საჭიროებს შენ პერსონალურად ადამიანი და მათ შორის ბიზნესის ცვლილებას. და შემდეგ გადადგა ნაბიჯი იმოქმედო და შეცვალო. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ტრანსფორმაცია მოქმედებაშია და ვუსურვებთ ბიზნესებს გაციფრულებას. მე გიერთები. მე ერთი რაღაც თუ შეიძლება რომ მეგობრებო დავგეგმოთ აი ამ ერთ მე რამდენადაც ვიცი ერთთვიანი არის ეს აქტიური კამპანია რომელიც მერეც გაგრძელდება რომ რაც შეიძლება მეტია ეს ტრანსფორმაციის მაგალითებს თუ მოუყვებით ამ ხნის განმავლობაში საქმიან საზოგადოებას ძალიან მაგარი იქნება. დაახლოებით ისე როგორც ახლა საკაბელზე ჩაიშალა ან როგორც არის თქვენი წარმატებული პარტნიორობა იგივე ანაგთან კომერციულ ბანკებთან და სხვებთან. წარმატებები მეგობრებო და ხშირად გელით ჩვენთან. ზვიად ორაგველიძე, ვიდეო საქართველოს პარტნიორი და ვიდეო დიჯიტალის ხელმძღვანელი და ანანო ციცვიძე, ვიდეო საქართველოს ბრენდისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მადლობა მათ მობრძანებისთვის და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობა, ნახვამდის. მადლობა სტუმრობისათვის.